პირველი პრობლემა ამ ქალაქში თქვენი შეფასებით რა არის? უპატრონობა. აი ესა პატრონი არ ყავს ამ ქალაქს. გზები ძალიან ცუდი გზები. კიდევ? ჩვენ ცოტა გაკეთდება ყველა. ალბათ გაკეთდება. გზებს თუ მოავერებენ, კარგი იქნება. უმუშევრობა და სიღატაკე და გაჭირვება. რომ არაფერი არ აქვს ხალხს, არც მე და არც ხვას. ყველას რო გვიჭირს. კიდევ? კიდე რამდენი რა უნდა ჩამოვთვალო მითხარი? ხოთში რა პრობლემებია? ხოთში არა ეს უმუშევრობა, ეს სიღარიბე, ეს სიღატაკე. რა ვიცი, რამდენი გინდა? ხალხი ბანკები გარეთ ასახლებს და რა ვიცი, რომელი გინდა, რომელი ერთი გინდა. ექიმთან მიხვალშულო და წამალს თუ გამოგიწერს, წამალს ვერ იყიდი. რომელი პრობლემა გაინტერესებს? ვებიჯი ეს კანალიზაცია და ეს გზების ამბავი რომ მოგვარდეს და მერე კიდევ იქნება სხვა რამე. ხოთში ნომერ პრობლემა არის ხალხის დაუსაქმებლობა. მოუწესრიგებელია გზები, ქუჩები, თვითონ ბინები. ყველგან ამასირდება მიხედვა. ხალხს პენსიები და რაღაცის მომატებაა საჭირო. უმუშევრობა მთავარი პრობლემა. ახალგაზრდები ქალაქიდან გასული. ორი ბიჭები მყავს, ერთი 33 წლის, მეორე 22 წლის. ორივე ქალაქიდან გასულია უმუშევრობის გამო. დიდი წვიმების დროს წყალი დგება ეზოებში, ზავე გაუვალი ხდება ეზოები. იტბორება. ჩვენ ქალაქში ბევრი პრობლემები. ვინც გააკეთებს რამე კარგი, ესა პრობლემა. მთავარი კაცი არა ამ ქვეყანაში. ესა პრობლემა. მერია ვინც ხელმძღვანელობს ქალაქს მე ესე. ეს არის პრობლემა? კი მე ესე. იმიტომ რომ პირველ რიგში მერია წვიდავს ქალაქის განვითარებას, ანუ რა უნდა მოეწყოს ქალაქში, რა უნდა გაკეთდეს ახალი და ვინაიდან მერია არ იმყოფება კარგ ფორაში და ანუ არასდროს თანადო პირველ რიგში ხალხი მოითხოვს, ამ შემთხვევაში მერიის ბრალია ყველა.